საიდუმლო. ჩინარ? აქ როდემდე უნდა იხეტიალო. ხომ ხედავ? ყველა კარგადაა. პირობა შეასრულე. და აქედან წადი. წავალ, არ ინერვიულო. მაგრამ ამჯერად ჩემს შვილებს აღარ განდობ. მადლობა ღმერთს, რომ ფეხზე დგანან. მადლობა ღმერთს, რომ შენი დახმარება აღარ სჭირდებათ. ისე წავალ, რომ შენთვის არაფრის თხოვნა არ მომიწევს. ამიტომ თავს მშვიდად ვგრძნობ. პირობა შენც უნდა შეასრულო. ჩემს შვილებს აღარ გაეკარო. თუ გავიგე, რომ მათ რამე ავნე, აუცილებლად დავბრუნდები. მე რატომ გამომტოვე? სათევზაოდ მოც წამოყვები. კარგი. დაელოდები სანამ თევზი სატყუარას წამოეგება. მაგრამ იცოდე, არ უნდა მოიწყინო, არ უნდა მოგბეზრდეს. მოთმინებით უნდა დაელოდო. კარგი. 10 თევზს მაინც დავიჭერთ. აი ნახავ. მე საკუთარი ხელით მოვამზადებთ და გემრიელად შევჭამთ. შენ რას მოამზადებ? კარგი რა დაო, რატომ ვერ მოვამზადებ? ჩემს ძმას ვაჩვენებ რა შემიძლია. კარგი, მე არ ჩავერევი. თქვენ გააგრძელეთ ოცნება. არ მაინტერესებს. ვიძიე სიხარულო. კეთილი იყოს შენი მოსვლა. უკვე კარგად ხარ? რა თქმა უნდა, კარგად ვარ. ისე კარგად ვარ, რომ როცა საავადმყოფოდან გამწერენ, ყველას ერთად ტბის სახლში წაგიყვანთ. ნავით გავისეირნებთ? რა თქმა უნდა, ნავითაც ვისეირნებთ. რა კარგია. ჩემთან მოდი შვილო, ბიძიას ნოაწუხებ. ესმა, სააბაზანოში მინდა შესვლა, შეგიძლია დამეხმარო? რა თქმა უნდა, ძმაო. დედა შემოვიდა, როცა მეძინა. წერილი დამიტოვა და მითხრა, დედა შენს მიეციო. ზეჰერ, ჩემო ძვირფასო ქალიშვილო. ჩემო პირველო სიხარულო. ამას წინად მკითხე, როგორ გადავრჩი ციხეში 20 წელი. გახსოვს გითხარი, რომ ადამიანები ყველაფერს ითმენენ, როცა შვილების ნახვა მათი ერთადერთი სურვილია. მადლობა ღმერთს, ჩემი ლოცვა შეისმინა და ამ დღეს მოვესწარი. ჩემი შვილები ვნახე და მიუხედავად იმისა, რომ არ იცოდნენ ვინ ვიყავი, ისიც მაკმაყოფილებდა, რომ მათთან ახლოს ვიყავი. ვუყურებდი მათ ლამაზ სახეებს და გონებაში ვიბეჭდავდი. მათ სურნელს ვისუნთქავდი. თავიდან მეგონა, რომ ესეც საკმარისი იყო, ამაზეც თანახმა ვიყავი. ოღონდ მათ გვერდით ვყოფილიყავი, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, ჩემო ძვირფასო. ჩემი 20 წლიანი მონატრება დასრულდა. მაგრამ ამჯერად დავინახე, რომ ჩვენ შორის უფრო დიდი მანძილი იყო. რაც უფრო ვცდილობდი, თქვენთან ახლოს ყოფილიყავი. მით უფრო მშორდებოდით. ვერც შენს უბედურებას ვიზიარებდი. ვერც ტკივილს გიმსუბუქებდი. შენს ცხოვრებაში წარსულის ლაქა ვარ. როგორც არ უნდა ვეცადო, ამას ვერ შევცვლი. მინდა გულში ჩამეკარი, მაგრამ არ შემეძლო შენთვის თვალი გამესწორებინა და მეთქვა, რომ დედა შენი ვარ. ვერ დაგარწმუნე, ზეჰერ. ვერ დაგარწმუნე, რომ უდანაშაულო ვიყავი. ახლა მივხვდი, რომ ასეთი განშორება ციხეზე და 20 წლიან მონატრებაზე უარესია. მეგონა, რომ 20 წელი ჯოჯოხეთში გავატარე, მაგრამ ნამდვილი ჯოჯოხეთი ისაა, როცა შვილისგან სიტყვა დედას ვერასდროს გაიგონებს. ეს გვაშორებს ერთმანეთს.
თუ ჩემმა შვილებმა ჩემი არსებობის შესახებ არ უნდა იცოდნენ, მაშინ რა აზრი აქვს აქ დარჩენას ჩემო სეჰერ? მხოლოდ შენიც იმინ ვარ. თავიდან შენც შორეული ნათესავი აიში გეგონე. ახლა იცი რომ დედა შენი ვარ, მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. შენთვის ყოველთვის წარსულის მოუშუშებელი ტკივილი ვიქნები. მიხარია რომ გნახეთ. ახლა რომ დავბრუნავდე, ამაზეც აღარ ვიდარდებ. ჩემი შვილები დღეს უკანასკნელად ვნახე. ეს მოგონება საკმარისი იქნება ჩემთვის, სანამ არ მოვკვდები. ჩემი ბედისწერა ასეთი ყოფილა. ღმერთი მოწყალია. შეიძლება ერთ დღეს ჩემთან შეხვედრა მოინდომო, მაგრამ ის დღეც რომ არ დადგეს, მე ყოველთვის მხარს დაგიჭერ, ჩემო ძვირფასო. თუ რამე დაგჭირდება, ნიშანი მომეცი. ჩიტად გადავიქცევი და შენკენ გამოვფრინდები. ჩემზე ნუ გაბრაზდები, კარგი? ვღელავ იმიტომ, რომ მე და მე მსგავსე. შენც დედა ხარ. იქნება ერთ დღეს მიხვდე, როგორ გახდა ზორმუხტისფერი ფენიქსი, უმწეო ბეღურა, რომელიც უდანაშაულობის დასამტკიცებლად იბრძვის. ნახვამდის ჩემო ძვირფასო ქალიშვილო. ნახვამდის ჩემო პირველო სიხარულო. ღმერთმა დაგლოცოს შვილო. ზოჰალ რა ხდება? სად მიდიხარ? სახლში მივდივარ თურგუთ. ქუდრეთს სუფთა ტანსაცმელი სჭირდება. ყველაფერს მოვუტან. საავადმყოფოს ფორმით ხომ არ იქნება? ძვირფასო სალიხს უთხარი წავიდეს და მოიტანოს. შენ რატომ წუხდები? სალიხმა რა იცის თურგუთ? ქუდრეთ შენ გიტოვებ. მალე მოვალ. არ ინერვიულო. იცი დღემდე მეგონა რომ ამ ცხოვრებაში ყველაფერს გავუძლებდი. თურგუთი ბუღალტრულ აღრიცხვას უზრუნველყოფს. კომპანიის მენეჯმენტი მასზეა დამოკიდებული. საზღვარგარეთ მივლინებებში დადის. ახალ საწარმოს აარსებს. ყველაფერს აკეთებს. მაგრამ მხოლოდ ერთი რამ ვერ მოახერხე. ზღურბლიც კი ვერ გადავლახე. მამა ვერ გავხდი შვილო. დედა შენმა პატარა ქუდრეთი. პირველად რომ ჩამიწვინა ხელებში. ავკანკალდი. ძალიან შემეშინდა. მეგონა რამეს დაგიშავებდი. ძალიან შემეშინდა. მაშინვე საწოლში ჩაგაწვინე. შენ გვერდით ყოფნა სასიამოვნო იყო. საათობით გიყურებდი. არ მწყინდებოდა. ახლა დიდი ბიჭი ხარ, მაგრამ ჩემთვის ისევ იმ ბავშვად დარჩი. ისევ ის ბავშვი ხარ, ვისთან მიახლოებაც მაშინებდა. საოპერაციოდან რომ გამოგიყვანეს, სწორედ მაშინ გაჩნდა ჩემს გულში ცეცხლი. შვილის სიტყვებმა გული მომიკლა. როგორ აგიხსნა? დაუშვათ მამას ორი ვაშლი აქვს.
შვილმა ერთი სთხოვა. მამამ ორივე ვაშლი გასინჯა. შემდეგ ერთ-ერთი შვილს მისცა. ბავშვმა იფიქრა მამა ჩემზე არ ზრუნავს. ნარჩენებს მაძლევსო. შეიძლება ეწყინა კიდეც. თუმცა მამა ცდილობდა შვილისთვის საუკეთესო აერჩია. ჩვენი მდგომარეობაც მსგავსია. არც მე შემიძლია გული გადაგიშალა. პრობლემებზე გესაუბრო. და არჩენ მოდიხარ ჩემთან რამის გასაგებად. მაგრამ ეს აღარ მოხდება. ნამიერიდან ხელს არ გაგიშვებ შვილო. საუკეთესო მამაშვილი ვიქნებით. არავის მივცემ უფლებას ეს შესაძლებლობა წაგვართვას. საკუთარ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ შვილო. Özledim seni. Geçer sanmıştım, aylar geçti. Unutmadım seni. Gözyaşların hiç değmesin kurumuş toprağıma. Seni üzmek en son şeydir şu kısa hayatımda. Gözlerindeki o tebessümü görmek için ben yıllarca beklerim. Seni kalbime gizledim durdum. Senden asla vazgeçmedim. Hep bekledim durdum. Hep bekledim, durdum. გთხოვთ იჩქარეთ. შეიძლება ვერ მივუსწრო. კარგი დაო, სიჩქარეს მოუმატებ, არ ინერვიულო.
ძმაო, რა გჭირს, რატომ ჩაფიქრდი? ვინმე განსაკუთრებულს ელოდები? არა და ვის უნდა ველოდებოდე? ყველა აქ ხართ. კარგი, რადგან ასე ამბობ. დემეთ, გამარჯობა. ხელი ხომ არ შეგიშალეთ? არა ძვირფასო რას ამბობ? ეს მაუცხო არ არის, ჩემი და. დემეთი, სასიამოვნოა, ჩემთვისაც. წავალ დურუს დავხედავ ძმაო. ექთნების ოთახი სათამაშო მოედნად აქცია. გამოჯამრთელებას გისურვებ. მაპატია აქამდე რომ არ მოვედი. არა უშავს. მიხარია რომ მოხვედი. ყვავილები ძალიან ლამაზია. გმადლობ. დაჯექი რატომ გახარ? როგორ ხარ? ტკივილები ხომ არ გაქვს? ოპერაციამ როგორ ჩაიარა? კარგად ვარ. მადლობა ღმერთს. ექიმმა თქვა რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ასე რომ აღარ დავკოჭლდები. ძალიან მიხარია. რადგან პრობლემა აღარ გაქვს, ახლა უნდა მოიფიქრო, რას გააკეთებ. ვერ მივხვდი რა უნდა მოვიფიქრო. სამუშაოს გულისხმობ ჩეთინ. მაინტერესებს ახლა სად უნდა იმუშაო. დემეთ ერთი წუთით ამას უნდქე. ოპერაცია ახლახან გავიკეთე. ახლა ამაზე ფიქრის ხასიათზე არ ვარ. კარგი ნობრაზობ. მართალი ხარ. ოღონდ მეც გამიგე, შენზე ვღელავ ჩეთინ. იმის შემდეგ რაც მომავალი ერთად დავგეგმეთ, უფლება არ მაქვს ვიცოდე რას აპირებ. რა თქმა უნდა მართალი ხარ. კითხვაზე რომელსაც ახლა სვამ, პასუხი არ მაქვს. ბიძიამ მითხრა რომ შემიძლია მის კომპანიაში ვიმუშაო, მაგრამ უარი ვოთხარი. სხვა სამსახურს მოვძებნი. რა? უარი უთხარი? შანსი ხელიდან როგორ გაუშვი ჩეთინ? ასეთი ჯიუტი ხარ? სიამაყემ დაგაბრმავა? დემეთ, არ მინდა ბიძა ჩემთან მოწყალებით ვიმუშაო. ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია. აღარ გააგრძელო გთხოვ. ჩეთინ, აღარ მინდა გაჭირვებაში ვიცხოვრო. არ მინდა მთელი ცხოვრება მამიდას კაფეში მიმტანად ვიმუშაო. რატომ არ გესმის? ვინ გითხრა რომ როცა გათხოვდები ისე უნდა იმუშაო? შეგიძლია სახლში დარჩე და დაისვენო. მე ვიზრუნებ შენზე, ეს საკმარისი არ იქნება? რას ამბობ ჩეთინ? არ მithქვამს რომ სახლში დარჩენა მინდა. ახალგაზრდობას 4 კედელში გამოკეტილი ვერ გავატარებ. მაშინ შეგიძლია იმუშაო დემეთ. მეტი რა გითხრა? არ მესმის შემგარისი მოსმენა გინდა. ჩეთინ, მიყვარ ხარ. ეს ხომ იცი? დემეთ, მეც მიყვარ ხარ. მაგრამ გთხოვ ასეთი სისულელის გამო ერთმანეთს გულს ნუღარ ვადგენთ. რთული პერიოდი მაქვს. ძალას ვიპოვი და ამ პრობლემას როგორ მე მოვაგვარებ. როგორ მოაგვარებ ჩეთინ? სკოლის ატესტატით სად იმუშავებ? შენი ხელფასით სახლს როგორ იქირავებ? ავეჯს როგორ იყიდი? ან ქორწილს როგორ გადაიხდი? ოცნებით დავიღალე ჩეთინ. მინდა ჩემი ცხოვრება რეალობად იქცეს. ბევრს ვითხოვ? უბრალოდ მინდა რომ ბედნიერი ვიყო. ბედნიერი იმ შემთხვევაში ხარ, როცა გიყვარს დემეთ. მე ასე ვიცი. სიყვარული კუჭს ვერ ავსებს ჩეთინ. მაპატია. თუ ბიძა შენი შემოთავაზებას დათანხმდები, შემატყობინე. იქამდე ბეჭედი შენ გქონდეს.
როგორც იქნა თავიდან მოგიშორე, ჩინარ. დედა! ნუ თუ ისე გვტოვებ და მიდიხარ, დედა. 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 სად მიდიხარ, დედა? არ წახვიდე. სად მიდიხარ? შვილებს აქტოვებ? ზეჰერ. დედა. გაიმეორე. დედა. მადლობა ღმერთს. ჩემმა ქალიშვილმა დედა დამიძახა. ზუსტად 20 წელი ველოდი ამ მომენტს. 20 წელი. მეცველოდი, როდის დამიძახებდი ქალიშვილს, როდის ჩამიკრავდი გულში და თავზე მომეფერებოდი. ნუტირი შვილო. ნუტირი საყვარელო. თვის გულისათვის, ნუტირი. რას აკეთებს ზეჰერ? ჯანთაბა. ყველაფერი კარგად იქნება. გვპირდები. ყველაფერს ერთად გადავლახავთ. მაგრამ გთხოვ, არ წახვიდე. ჯერა რომ უდანაშაულო ხარ. მართლა გჯერა? ჯერა, დედა. არ ინერვიულო. ყველა დაიჯერებს რომ უდანაშაულო ხარ. 20 წლის შემდეგ ისევ ერთი ოჯახი ვიქნებით. გესმის? ვერავინ და ვერაფერი დაგვაშორებს. მადლობა ღმერთს. პირდები რომ ჩემი დაძმა დაიჯერებს რომ უდანაშაულო ხარ, დედა. თავიდან შეიძლება გაუჭირდეთ. არ მიგიღონ. დედა არ დაგიძახონ, მაგრამ მოთმინებით დაველოდებით.
თუ შვილებთან ცხოვრების შანსი მექნება ამ დღეს მოთმინებით დაველოდები შვილო. მე მათ დედობა გავუწია, მაგრამ შენ მაინც ვერ ჩაგანაცვლე. ეს ვერ შევძელი. მათში არსებული სიცარიელე ვერ შევავსე. ასაკის მატებასთან ერთად მათი ბრაზი და მონატრებაც იზრდებოდა. მაგრამ ამას ერთად გადავლახავთ. თუ არ დანებდები, თუ არ წახვალ, თუ არ მიგვატოვებ, გვიანიც რომ იყოს მაინც მიგიღებენ დედა. ჩემსავით დედას დაგიძახებენ. სირბილით გამოიქცევიან? დედას დამიძახებენ? რა ხდება? მეგონა ჩვენი ცხოვრებიდან გაქრებოდი. შენ პირობა მომეცი ჩინარ. მითხარი რომ წახვიდოდი. ახლავე დაგელაპარაკები ჩინარ. ახლა არა. მაშინ მოვალ როცა მარტო იქნები. და ამის გამო პასუხს მოგთხოვ. შენ სახლში შედი. მე საავადმყოფოში წავა. მოგვიანებით დავბრუნდები და ვილაპარაკოთ. კარგი? სეჰერ. თუ შენი დაძმისთვის ჩემი აქ დარჩენა პრობლემა იქნება. გამიშვი. დედა. რა სასიამოვნოა ამ სიტყვის მოსმენა. კიდევ ერთხელ დამიძახე. დედა. მადლობა ღმერთს. არ გინდა რომ ესმამ და ჩეთინმაც ასე მოგმართან? რა თქმა უნდა მინდა. მაგრამ რა მოხდება ესმა და ჩეთინი ჩემმა არსებობამ რომ გააღიზიანოს? როცა ფიქრობენ რომ ბედნიერები იქნებიან, ჩემმა გამოჩენამ შეიძლება მათზე ცუდად იმოქმედოს. შვილო, მზად ვარ ეს ტვირთი გულით ვატარო. მადლობა ღმერთს რომ სამივე კარგად ხართ და არაფერი გიჭირთ. განარსებობს მომენტი, როცა ბავშვს არც დედა სჭირდება და არც მამა. ეს შეუძლებელია დედა. შეიძლება კარგად ვართ, მაგრამ არ ფიქრობ რომ გჭირდება დედა, რომელიც რთულ პერიოდში ჩვენ გვერდით იქნება, ატირებულ სრამს მოგწმენს და დაგვამშვიდებს. სეჰერ. დედა. ძალიან გჭირდები. მე, ჩეთინი, ესმა, დურუცკი. მთელი ეს წლები ვიდანჯებოდით. გთხოვ, ნუ მიგვატოვებ. დამპირდი, რომ არ წახვალ. არ წახვიდე, დედა. გვპირდები, შვილო. გვპირდები, ჩემო სეჰერ. არ დაგტოვებთ, არსად წავალ. ახლა წავალ. ჩეთინის შესახებ კარგ ამბებს შეგატყობინებ. სეჰერ. შეგიძლია ქუდრეთის ამბავიც გამაგებინა. გმადლობ უფალო. დაო ფული? არ გავბრვივარ, ახლავე დავბრუნდები.
ღმერთმა ჩემი ლოცვა შეისმინა. სახლი ტირილით დავტოვე. არ ვიცოდი სად წავსულიყავი, მაგრამ შენი იმედი არასდროს დამიკარგავს. ჩემმა სეჰერმა დედა დამიძახა. წლების შემდეგ გავიხსენე ეს გრძნობა. ჩემი ქალიშვილი გულში ჩავიკარი და მისი სურნელი შევიგრძენი. ღმერთო, დამეხმარე, რომ ჩემმა ესმამ და ჩეთინმა მიმიღონ. მათაც დამიძახონ დედა. შვილო, მოვდივარ სეჰერ. ზუჰალ? ზუჰალი, ხო. წასვლას აპირებდი. ხომ დამპირდი? ამ სახლში რას აკეთებ? მომისმინე ზუჰალ. რატომ უნდა მოგისმინო ჩინარ? ჩვენ შეთანხმება დავდეთ. რომ ჩეთინის ოპერაციის შემდეგ წახვიდოდი. ჩაალაგე შენი ნივთები და წადი. ზუჰალ, სიტუაცია შეიცვალა. წასვლას ვაპირებდი, როცა სეჰერი მოვიდა და შემაჩერა. დედა დამიძახა. მითხრა, რომ ჩემი უდანაშაულობის ჯერა. სეჰერს ჯერა, ზუჰალ. მადლობა ღმერთს, ჩემს ქალიშვილს ჩემის ჯერა. დედა დამიძახა. ჩამეხუტა. მითხრა არ წახვიდე. ჭირდებიო. მერე? შენ რა უთხარი? რა უნდა მეთქვა, ზუჰალ? 20 წელი ველოდი ამ დღეს. შვილმა მითხრა არ წახვიდეო. ამიტომ ვერ წავალ, ზუჰალ. შვილებს ვერ მივატოვებ. სეჰერს დავპირდი. ყველაფერი კარგად იქნება, დედა. ესმა და ჩეთინიც მიგიღებენ. ღმერთო, დაგვეხმარე, რომ ისევ ერთი ოჯახი გავხდეთ. რას ნიშნავს დაპირდი? მეც ხომ დამპირდი ჩინარ. გენდე და ჩეთინის ოპერაციის ხარჯები დავფარე. ზუჰალ, ახლა შენი ჯერია. პირობა შეასრულე. აქედან წადი ჩინარ. აქ აღარ დაგინახო. შენც დედა ხარ, ზუჰალ. თავი ჩემს ადგილას წარმოიდგინე. რას გააკეთებდი შენ შვილს, რომ ესე თქვა? წახვიდოდი? ჩინარ. ნუ ცდილობ თავი შემაცოდო. რატომ არაფერს ამბობ? იმ დაპირებაზე, რომელიც მე მომეცი, მაგრამ არ შეასრულე. ჩემი შვილების დედა უნდა გამხდარიყავი და მათზე გეზრუნა. მეგონა ხშირად მოიყვანდი ჩემს სანახავად. ასე არ იყო? ჩინარ. ხედა? მე არ ვარ ერთადერთი, ვინც სიტყვა არ შეასრულა. ახლა ბარიბარში ვართ. ჩემს ქალიშვილს მხოლოდ იმიტომ არ მივატოვებ, რომ დაგპირდი წავალ მეთქი, ზუჰალ. ამიერიდან ჩემს შვილებს ვერაფერი დამაშორებს. ლაპარაკს აზრი არ აქვს. ახლავე წადი ჩემი სახლიდან. ერთი კვირის შემდეგ. ქალბატონო ზუჰალ, ბაღში გავიდეთ. კარგი ამინდია არა? დედა? რატომ შეგეშინდა? მე ვარ. ასე ჩუმად რატომ დამადექი თავზე? რა ხდება? პრობლემა გაქვს? დედა რა გჭირს? რამდენიმე დღეა უცნაურად იქცევ. არაფერი არ მჭირს, შვილო. აქ რას აკეთებ? ექიმმა ხომ გითხრა დაისვენეო? 3 დღეა რაც საავადმყოფოდან გამოხვედი. კარგი, უკვე 3 დღე გავიდა. ბაღში გავალ. სუფთაჰერზე გავისეირნებ. ჯანან ვინ მოვიდა? მე ვარ ბიცოლა. როგორ ხარ? თავს უკეთ გრძნობ? უკეთ ვარ, გმადლობ. კუდრეთი როგორ არის? ტკივილები ხომ არ აწუხებს? არა. მადლობა ღმერთს, კარგად არის. თუ მის სანახავად მოხვედი, ბაღში გავიდა. ახლავე დავუძახებ. არა. მოგვიანებით ვნახავ.
შენთან სალაპარაკოდ მოვედი. რა ხდება სეჰერ? სალაპარაკო რა გვაქვს? სეჰერ მითხარი რა მოხდა? ცუდი არაფერი, დამშვიდდი. დედა ჩემს ლაპარაკე. დურუს დაბადების დღეზე მე და დედა ჩემი სიმართლეს ვეთქვით ჩეთინს და ესმას. როგორც იქნა ისინიც გაიგებენ, რომ მათი საყვარელი დეიდა აიშე სინამდვილეში დედამისია, რას ამბობს სეჰერ. ოცი წელია ყოველღამე ამაზე ვოცნებობდაო. ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ ჩემი შვილები დედას გაიცნობენ. ღმერთი მოწყალია. შენი ლოცვა შეისმინა და სასწაული მოახდინა. იმედია სიხარულით მიიღებენ ამ ამბავს. რა მოხდა? არ გიხარია? მიხარია, მაგრამ ძალიან ღელა. არ ვიცი რა რეაქცია ექნებათ. თუ სეჰერს ჯერა რომ უდანაშაულო ხარ, ისინიც დაიჯერებენ. შენი გოგო ყველაფერს გააკეთებს, რომ დაძმა დაარწმუნოს. იმედია მოახერხებს დაო. თანაც აქამდე მათთვის დეიდა აიში არ იყავი? მოთმინება გამოიჩინე. უფალი დაგეხმარება. აი ნახარ. ისევე მიგიღებენ, როგორც სეჰერმა მიგიღო. დამიჯერე დაო. დეიდა აიშე, ნახე ეს ჩემი დაბადების დღის ტორტია. გოგო, ეს ძალიან დიდი არ არის? მინდა რომ დაბადების დღეზე ასეთი ტორტი მქონდეს. რომ გაიზრდები, ჰადიე უზარმაზარ ტორტს გამოგიცხობს. აბა ნახოთ, რა ლამაზი ნახატია. როცა გაიზრდება, მხატვარი გამოვა. ღმერთმა ქნა სკოლა წარმატებით დაამთავროს. როდემდე დავმალავთ ბიცოლა. მათ აქვთ უფლება დედას იცნობდნენ. კარგი, ვთქვათ ვუთხარით. შენი დაძმა ისევე მიიღებს ამ ამბავს, როგორც შენ მიიღე. ეს მაიყვირებს იჩხუბებს და შეიძლება სამუდამოდ შეიძულოს. და ჩეთინი? ბიჭს ისედაც რთული პერიოდი აქვს. არავინ იცის, რას მოიმოქმედებს. სჯობს გაჩუმდეს სეჰერ. ეს ამბავი არ უნდა გაიგონ. უნდა გაიგონ ბიცოლა. ვიცი მარტივი არ იქნება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავარწმუნო. მალე ისევ ერთი ოჯახი ვიქნებით. ამის მჯერა. მისმინე. მეც მინდა რომ ბედნიერები იყოთ, მაგრამ ჩინარს მამის მკვლელობას არ დააბრალებენ. შენ დაიჯერე მისი უდანაშაულობა და სახლის კარი გაუღე. რა თქმა უნდა, ისინიც დაიჯერებენ. მერე ბიძა შენს რას ეთქვი? მთელი ამ ხნის განმავლობაში მამობას გიწევდა. გგონია არ გაბრაზდება? გადაწყვეტილება უკვე მივიღე ბიცოლა. ხარს დამიჭერ თუ ხელ შემიშლი, ნიშნულობა არ აქვს. ამაღამ სიმართლე მაინც გაირკვევა. ჩემი დაძმა გაიგებს, რომ დედა ჩვენი მათთვის ნაცნობი დეიდა აიშია. აქ შენთვის რჩევის საკითხავად არ მოსულარ. უბრალოდ მინდოდა რომ გცოდნოდა. ქუდრეთს მოკითხვა გადაეცი. ქუდრეთი. თუ ჩეთინი და ესმა სიმართლეს გაიგებენ და ვიღუპები. ჩინარი არ გაჩერდება, მერე ქუდრეთის ჯერი დადგება. ჩემს შვილს წამართმევს. არა, არ დავუშვებ. ჩემს შვილს ვერავინ წამართმევს. ხოლოდ თურგუთ შეუძლია გადაგაფიქრებინოს სეჰერ. ნახოთ მის მრისხანებას როგორ უპასუხებ. ბატონი ბურაკი ძალიან შემეცოდა. მეგონა ქალბატონი მელდა შეხვედრაზე მივიდოდა. ეს დიდი იმედი მქონდა, მაგრამ სამწუხაროდ ამჯერად არაფერი გამოგვივიდა ქალბატონო ესმა. ესე იგი ვნებდებით? ამას დანებება არ ქვია. ეს უკვე მათი საქმეა. ჩვენ ვეღარ ჩავერევით. როგორც ჩანს, განქორწინება გადაწყვეტილი აქვთ. გისმენით ეგ? ქალბატონ ესმასთან ერთად ვარ. ბატონ ბურაკს და ქალბატონ მელდას უნდა შევხვდეთ. ოფისში რომ მივალ გადავამოწმებ. ეს გოგო ისე ინტერესდება ომერით. წამით არტოვებს მარტოს.
რაც შეიძლება მალე უნდა მოვიშორო ესმა, მაგრამ როგორ? სამსახურიდან რომ გავუშვა, ომერი გაბრაზდება. სხვა რამ უნდა მოვიფიქრო, რომ სამუდამოდ წავიდეს ჩვენი ცხოვრებიდან. შვილო, არ მინდა შენ საქმეში ჩავერიო, მაგრამ დურუს დაბადების დღის აღნიშვნა შენი ქმრის სახლში რატომ მოინდომე? ბიძა შენს ხომ შეურიგდი? შეგეძლო მასთან გაგემართა წვეულება. იმედი ერჯუმენს ნარკოტიკთან საქმე აღარ ექნება. არ ინერვეულო დედა. ერჯუმენს ველაპარაკე. დამპირდა რომ შარში აღარ გაეხვევა. რადგან დურუს დაბადების დღეა საჩუქარიც უყიდეს. ერთი მამაა, მეორე კი ბებია. უარი ვერ ვოთხარ. რა ვქნა? თუ ფიქრობ, რომ პრობლემა არ შეიგნება, კარგია. ამაზე ფიქრით ხასიათს ნუ გაიფუჭებ. დღეს ჩვენს ოჯახში დიდი დღეა. ეს ტანჯვა, რომელიც წლებია გრძელდება, დასრულდება. შენ შვილებს ჩაეხუტები, ჩვენ კი დედას. იმედი მაქვს, რომ დურუს დაბადების დღე იქნება ის დღე, როდესაც ჩვენი ოჯახი გაერთიანდება. იმედია შვილო. 20 წელი გისოსებს მიღმა ველოდი დღეს, როცა გნახავდით. მაგრამ შიში მიბღრობს. ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ იქნებ, არ უნდა გამოვჩნდე მათ წინაშე. სანამ ჩემს უდანაშაულობას არ დავამტკიცებ. დედა, შენ ვერ იპოვე ის კაცი, რომელმაც დაგირეკა. მოცდას რაღა აზრი აქვს. ეს მხოლოდ დროის კარგვა იქნება. მესმის რომ გეშინია. შეიძლება თავიდან ცუდი რეაქცია ჰქონდეთ, მაგრამ ამჯერად მარტო არ ხარ. მე შენ გვერდით ვარ. მადლობა შვილო. შენი მხარდაჭერის გარეშე ამას ვერ გავბედავდი. იმედია ეს საღამო კარგად ჩაივლის. გმადლობ, ორცხობილა ძალიან გემრიელია. შეგიძლიათ ჩემს დაბადების დღეზეც რომ გამოაცხოთ? რა თქმა უნდა, ჩემო ძვირფასო. შენთვის უკვე მოვამზადე. შეგიძლია სახლში წასვლისას თან წაიღო. გმადლობთ. არაფრის, ჩემო პატარა. კიდევ რა მოვამზადოთ? გახმოვანებულია მთავარ არხზე. Unutmadım seni. Gözyaşların hiç değmesin kurumuş toprağıma. Seni üzmek en son şeydir şu kısa hayatımda.